2013 წლის 27 აპრილის 15 საათზე ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის ნომერ 2 საჯარო სკოლაში ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის 125 პარტნიორი სკოლიდან. ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მათ დღეს 13 სხვადასხვა ჯგუფში შეიმუშავეს საპროექტო იდეები, რომელსაც თვითონ განახორციელებენ, თუმცა განსაკუთრებული დღევანდელი დღე იმითაც არის, რომ დღეს ამ ბავშვებს, ამ პროექტებს სტუმრად ყავს სხვადასხვა მხარდამჭერები, სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაუჭერენ მხარს ამ პროექტებს და მათი თანამონაწილეობით ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა თანამედროვე ცხოვრებაში, თანამედროვე გადაწყვეტილებების მიღებაში, მმართველობაში თუ თვითმმართველობაში. მნიშვნელოვანია ფორუმის ორგანიზება და მივესალმებით ასეთი ორგანიზებების ჩატარებას ყოველთვის. დღეს ძირითადად ხდება საკითხების კვლევა, თუ რა პრობლემები აწუხებთ მოსწავლეებს. კვლევები იყო დაყოფილი 13 სფეროთ, 13 სფეროში გადანაწილებული პრობლემებიდან გამომდინარე დაიწერა 13 პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ხოლო დღეს ამ წუთებში მოწვეული სტუმრები გამოუცხადებენ მხარდაჭერას თავიანთ ფავორიტ პროექტებს და შემდგომში მოხდება მათი უპირობო განხორციელება. ჩვენ დღევანდელ თემას წარმოადგენს ახალგაზრდების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოპულარიზაცია. ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვირჩია ის თემა, რომ ნაკლებად გათვითცნობიერებული არიან ახალგაზრდები ამ საკითხში და ამიტომაც დაგვაინტერესებინა სხვადასხვა დაფინანსებლები, რომ ჩვენსკენ მომართონ ყურადღება და დაგვაფინანსოთ, რადგან ეს ძალიან აქტუალური და მწვავე პრობლემაა და ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ამ პროექტს დაგვაფინანსებენ და განხორციელება მოგვიწევს იმისთვის, რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დღეისთვის.